მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. თქვენ, სამყაროსგან თქვენთან არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი. თემა შეეხება ჯანმრთელობას, თქვენს ცხოვრებაში რა ხდება და რა აზრის არის თქვენზე მაღალი ძალები, შეეხება შემოსავალს, ფულს, სამსახურს, კარიერას, ოჯახს, ასევე თქვენი ახლობლების და თქვენი ოჯახის წევრების სიტუაციას, ჯანმრთელობას, სიყვარულს და დავიწყოთ მოკლედ. კარგად არის ყველაფერი ატოსული. სტუმრებო, მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, არინანებთ. აქ არის თეთრი მაგია, რომელითაც ბევრმა გამოისწორა ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მტრები ძალიან გააქტიურებულები არიან, შურით სკდებიან, რომ მე ხალხს ვეხმარები, მაგრამ უფალს წინ ვერ აჯობებს ვერავინ, ვინც დაუდგება, ხმლით ვინც მოვა, ხმლითვე წავა. აქ არის სანთელი დანთებული, მუშაობს უკვე. და დავიწყოთ, მოდით, აბა დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი. თქვენ ამოხვედით, გოგოებო, ან თქვენი გოგონა მოვიდა, ნახოთ რა ხდება. აქ პორტალია, აქ ეს რა არის, იცით, წარსულიდან მოდის, ტუზი ყვავი ხა, ეს იგივე ხმლებია, მიხვდით ხო? რა ვთქვი ახლა ამ წუთას, რა ვთქვი, გოგოებო, ბიჭებო, ვინც ხმლით მოვა, ხმლითვე წავა მეთქი და აგერ ტუზი ყვავით ამოვიდა, მიხვდით? თქვენზე არის ნადირობა, სერიოზული გამოცხადებული, რო ვერა და ვერ, ესე იგი, შოშმინდება მტერი, ხო ხდებით არა? მოდით ვნახოთ აბა ახლა, დავიწყოთ ცხოვრება, თქვენი ცხოვრებაში რა ხდება, ვნახოთ. ვნახოთ აბა ახლა თქვენი ჯანმრთელობა და ვნახოთ რა აზრის არის მაღალი ძალები თქვენზე. ვნახოთ აბა, ვნახოთ. ძალიან საინტერესო იქნება. მომებრუნა კინაღამ. ხელს ასე უნდა, ალბათ ჩქარობს, ამას ცალკე ვნახავ მე, ესე იგი რა აზრის არის მეთქი მაღალი ძალები თქვენზე და ეს უნდა დამედო, ეს მიხვდით ხო? შემთხვევით არაფერი არ ხდება. ხო, აბა დავიწყოთ ახლა, ჩემო კარგებო, ავიღოთ და ვნახოთ რა ხდება. თქვენს ცხოვრებაში, გოგოებო, ბიჭებო. თუ გოგონები ხართ, აქ ამოხვედით უკვე თქვენ, თუ არა და ეს შეიძლება თქვენი, ვინც ჩაიფიქრეთ, შეიძლება სხვაზეც უყუროთ, არ გამოვრიცხავ. თქვენი ცხოვრება, პრინცი ამოვიდა, ბიჭებო, შეიძლება ეს თქვენც ხართ, ცხრიანი გული, სიყვარული მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. ეს რა არის, იცით, გაიწმინდა წმენდები, ვინცაც გაქვთ გაკეთებული, გაიწმინდა წმენდებისგან და აქ ბაღი ამოვიდა, სად რა, ბაღი ამოვიდა, რომელზეც, ესე იგი, თქვენს ჰარმონიაზე იყო დადებული წყევლები, რვიანი ყვავი იგივე ხმლებია, იზოლაციაში იყავით, მიხვდით ხო? ან პიროვნება, ან თქვენი შვილი ვერ გამოდიოდა აქედან, ნახეთ, ბიჭებო, თქვენს, ესე იგი, თქვენ ცხოვრებაში წინ დგავთ ნაბიჯებს, უკვე რო გამოგდით
პატარ-პატარა, მაგრამ გამოგდით სიტუაცია. აი უყურე, შეიძლება სახლიდან სხვაგან წახვიდეთ, მაგრამ კარგ სიტუაციაში, მაგრამ მომგებიანი სიტუაცია იქნება. ან თქვენი მამაკაცი, თქვენი შვილი, ეს თქვენი ცხოვრება, ხო? გაიწმინდა, აი რითიც აკეთებთ, ხო? და ნახეთ, აი როგორი ჰარმონიული ბაღი ამოვიდა, მშვიდი, წყნარი, ეს იზოლაციაში რო იჯექით, ხო, ეს მთვარეზე, ეს წყევლები არის. ეხლაც მიმდინარეობს, მინდა გითხრათ ეხლაც, მაგრამ აი ამ წუთასაც მიმდინარეობს, გამივარდა ხელიდან, ხედავთ თქვენს წინაშე, მაგრამ რა არის იცით? აი ეს ჯადოსნური, აი ეს თქვენი ჩანაფიქრი არის ბევრის, რომ ან თქვენ შვილს შეგახვედროთ, ან თქვენს ახლო მომავალს, ესე იგი ცხოვრებაში შემოვიდეს პრინცი, მიხვდით ხო, სიყვარული შემოვიდეს და ეს აუცილებლად იქნება უკვე გადმოდგმულია, ანუ აი რისი თქმა უნდა, ესე იგი რა წერილია მაღალი ძალებისგან, სამყაროსგან, ხო ხვდებით არა, გააგრძელეთ წმენდები, ნუ გიშინიათ, აუცილებლად მოქმედებს და იწმინდება აი ეს წყევლები, ქარწყლდება, მიხვდით ხო? ანუ დიმა მუხოძით, ანუ ორთქლდება აი ეს წყევლები დადებული სიყვარულზე, რაც იყო თქვენ ცხოვრებაში, ანუ თქვენ ცხოვრებაზეა წყევლები ოჯახზე, ოჯახის დანგრევა, სახლთან მოდიან აი აქ მთვარეზე, ძველი და ახალ მთვარეზე, რომ ესე იგი აკეთებენ აი ამ იმეებს, ხო? ბედნიერება რომ წყევლებს, რომ ბედნიერება არ გქონდეთ, სიყვარული არ შეგხვდეთ, მიხვდით ხო? აი ეს თემა ამოვიდა და აი აქ ვინც ხმლით მოვიდა, ხმლითვე წავა, რა თქმა უნდა, გასაგებია. აბა ვნახოთ ახლა აქ რას გვეტყვის. ჯანმრთელობა ვნახოთ, აბა თქვენი ჯანმრთელობა რამდენად. ოი, ნახეთ. ოპ, უყურეთ. ესე იგი კლევერ, კაროლი, ესე იგი ხმლების მამაკაცი, ეს ან თქვენი მამაკაცი, ესე იგი ჯანმრთელობას რაც შეეხება, აი როგორ პასუხობს სამყარო, ხედავთ პირდაპირ ეს გოგოებო, ბიჭებო, მამაკაცების ის არის, რა ქვია, ჯანმრთელობა იყო დარღვეული, რა თქმა უნდა, რითი, ჯადოთი, იმიტომ რომ ნახეთ შემდეგი კარტი რა ამოდის. აქ ვიღაცა ეს არის კალდუნმა გააკეთა, ეს ტვინის არევა იყო, დაბურვა იყო და ნახეთ როგორ დაჯდა, აქ არის მორაკები, ანუ ციგანკური მორაკს რო ეძახიან, ციგანკური გიპნოზირება იყო, მიხვდით, გამოყენებული. ანუ ყველაფერი იყო მცდელობა და ნახეთ სასწაული როგორ გპასუხობს, რომ აი გაწმენდის ქვეშ დაჯდა აი ეს ბურუსები, გზების ჩაკეტვა, აქ არის აი წყევლები, ერთი არ აქცეთ, აქ არის შეკვეთილი მაგია, აქ არის ორი აზრი რო არ არსებობს, ნამუშევარი თქვენს ბედნიერებაზე, თქვენს ჯანმრთელობაზე, რომ ესე იგი თქვენს სილამაზეზე, მამაკაცი შეიძლება თქვენს გვერდში ვინც არის სიმპათიური, არის ლამაზი ბიჭები, ხო? აი რომ რა დედამგშობაო რო შეხედავ, მაგრამ არიან არავის არ ეწყინოს, რომ აი ცრემლით რო შეხედავ რა, ხო ხვდები ისეთებიც დადიან, ანუ ამათ აქვთ აი დაბინძურებული სული და აი ამ დაბინძურებული სულის ეშმაკს ვინც მიყიდეს, ხო? ეს არის კალდუნი, რომელიც ესე იგი თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის თავის ჭკუით და ბევრს შეგიქმნათ, აქ ისე ამოდის, ბევრს შეგიქმნათ კი იზოლაციაში დაჯექით, ჩაქსვეს სულიერება, მენტალი. მესამე თვალი რა არის? ადრე ხო ყველას ქონდა განვითარებული, სანამ ენის ბარიერი ჩამოყალიბდებოდა, ხო? აი ეს გადაკეტვებია და პირდაპირ გამიზნული მაგია, რომელიც ესე იგი აქაც კაროლი ყვავი, აქაც კაროლი ჯვარი, უყურეთ როგორ, ანუ მეფეზე დაჯდა, უყურეთ და აქ თქვენი შვილზეც გაკეთდა, თქვენს მეგობარზეც გაკეთდა, თქვენ შვილიშვილზეც გაკეთდა, ბიჭებო, თქვენზე პირდაპირ, იმიტომ რომ ხო თქვი ლამაზიან სიმპათიური ხართ მეთქი და პირდაპირ ჯანმრთელობაზეა გაკეთებული, უყურეთ, პირდაპირ ჯანმრთელობაზე, მაგრამ თქვენი ლოცვებით, უფლის ლოცვებით, ჩემი რიტუალებით, ვინც ამას აკეთებთ ხომ, ესე იგი ძალიან კარგი, უკვე ბევრს აგაქვთ მიღწეული
სასწაული, ნუ კიდე დარჩაო ამბობს უფალი, რომ არ დანებდე, არ შეჩერდე, ძნელია, რთულია, დრო იკარგება, მაგრამ არ გაჩერდე, გააგრძელე მუშაობა და აი ეს მამაკაცი დაჯდა პირდაპირ ჰარმონიაში, მიხვდით ხო, ისევ პორტალი ამოვიდა, პორტალზე დაჯდა, უყურეთ რა სასწაული და ეს აი უყურეთ რა ესე იგი აქ ვიღაცას ნერვიულობისაგან ეხა ენაებმევა სტრესები, ნერვული სისტემები, ხმლები, ნახეთ აქ ჩარჭობები და ასე შემდეგ, ხო, აქ მე ვხედავ კლაუდუზეც თამაშობენ და ვოლტზეც თქვენს მთლიან ოჯახზე გოგოებო, ბიჭებო და ეს რატო ესე ვდებდი, ხო, ხელმა გადმოაბრუნა, ანუ რა აზრის არის თქვენზე მაღალი ძალები, ანუ უпростоრად როგორ გხედავენ ისინი, ხო? ნუ აქ ზუსტად აი მამასა და ძესა წმინდასა სულსა სამიანი ხედავთ და 10-იანი ყვავი, ეს იგივე 10-იანი ხმლებია, ნუ 8-იანი ხმლები, 10-იანი ხმლები გათამაშდა, ძალიან სწრაფად შეიცვლება, ვინც არ იკეთებთ და ჯერ არა გაქვთ ჩემი წმენდები გაკეთებული, არ ინერვიულობთ, ეს მაინც რეზონირდება გოგოებო, ბიჭებო თქვენზე და ნახეთ როგორ ამოვიდა, ცადეთ ერთი წუთი გავწიო. გავწიო, იმედია კამერა არ გადამიყირავდება. კი გაჩვენებთ, მაგრამ მაინც აი სანთელი ხა მალე გამოჩნდება. და უყურეთ, აი კარაბლი კი რა, ვიღაცა შორიდან გიყურებთ და ზემოდან გიყურებ, ესე იგი უფალი ზემოდან გიყურებთ და ვიღაცა, ესე იგი უფალი რას გეუბნებათ, რომ მე ზემოდან გიყურებ, მაგრამ შორიდან მოდის, ეს თქვენს ქალაქში არ არის, შეიძლება ერთ ქვეყანაში ხართ, მე არ გამოვიცხარო, თქვენ სხვა ქვეყანაში ხართ და ეს ვიღაცა არის სხვა ქვეყანაში, მიხვდით ხო? და როგორ ხედავენ, რომ აი გამოხვედით და ზემოდან ნახეთ როგორ დაგნათით, რომ ესე იგი სამი ძალა უფლის, რომ ნათელი ძალები, ანგელოზები, არხანგელები ნახეთ, რომ ნუ გეშინია აი ამ 10-იანი ხმლებიდან, აი ამ ავადმყოფობებიდან, აი ამ სიტუაციებიდან ჩვენ გეხმარებით და არ შეგეშინდეს. ეს წინაპრებსაც ნიშნავს, იცით, აი ზოგი მებრძოლი იყო, ხო, ზოგი ადრე ის იყო, ეს იყო, ხო, ადრეს უბრძოლები იყო, ხო, საუკუნეების წინ, წლების წინ. აი ნახეთ როგორ გეუბნებიან, რომ მედგრად დადექი, ნუ გეშინია, ნახე როგორ ისა აქ აი ნახეთ გამოჩნდა უკვე მზე, გამოჩნდა ცა მოიწმინდა და ჰოი საოცრება, ნახეთ რა მოვიდა, რომ თქვენ ხართ ბრძენი, ხო, 7-იანი აგური, უყურეთ, ნახეთ აი ეს არის ამის კალოდა, ნახეთ, კალოდა მეთქი ჩასადები. უყურეთ როგორ ერთი-ერთი დაჯდა, ხედავთ? ერთი-ერთი დაჯდა. სასწაული, მადლობა, მაღალო ძალებო, სამყარო. თქვენ ხართ ბრძენი, თქვენ ხართ გაწონასწორებული, თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ. შეიძლება აი როგორ გითხრათ, იცი, ისეთი განვითარებული ინტუიცია გაქვთ ბევრს, რომ აი როგორც ორი ადამიანი, ანუ თქვენ ერთი მარტო არასოდეს არ ხართ, მიხვდით ხო? და ყოველთვის ორაზროვნად საუბრობთ, მაგრამ ეს ბევრს შეიძლება ტყუპებიც ამოვიდეს, ზოგი ტყუპები რატო თქვი, ნუ ჰაერის ნიშნები შეიძლება ესე იგი გაორება აქვს ადამიანს, მაგრამ უკვე რომელმ ხართ, ხედავენ, რომელმაც შეიცვალეთ აი ეს სიტუაცია, წარსულში დატოვეთ აი ეს ყველაფერი პრობლემები და ტაშს გიკრავენ ზემოდან მაღალი ძალები, რომ ესე იგი თქვენი ემოციების მოთოკვა ისწავლეთ, ვიცით? აი ბევრმა აი ეს მოსწონს და გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა, რასაც გიკეტავენ, რასაც ესე იგი თქვენს სიბრძნეს უყურეთ, ბურუსში აქცევენ და ვინ კალდუნი შეკვეთილი მაგიაა, მიხვდით ხო? და გიჟდებიან, იმიტომ რომ იმათ ტკივათ თქვენ რო წმენდებს იკეთებთ, იცით რატომ? იმიტომ რომ არ სიამოვნებთ, ეხა რატო ეს სიამოვნება იმ ნაგავს და ნეგატივს, ხო? თვითონ ვერ გადაამუშავებენ და იმათ არც წარმოედგინათ, რომ ჩემი რიტუალებით მიუბრუნდებათ ეს ყველაფერი, მიხვდით ხო? ვინც იწმინდებით და ვინც არა, სასწრაფოდ გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს, რომ გაშავდეს
ყველა რო აწერია, რომ მოგივიდეთ ყველანაირი ახალი რიტუალები და ახალი გაშლები. თქვენი სიბრძნე სგირევენ, თქვენს ჯანმრთელობას, სილამაზეს, აქ გაკეთებულია ბიჭებზეც, კაცებზეც, თქვენს ოჯახის წევრებზე. იდილიას გირღვევენ, ესე იგი გამჭრიახ გონებას, ანუ იპარავენ, მიხვდით ხო? არ უნდათ რომ განვითარდნენ ეს დილეტანტები, ეზარებათ. აქ როგორ არის, იცით, მეუნებიან რომ აი შეიძლება ადამიანს წინაპარი ყავდა ვიღაცა, მაგრამ ისინი ძალიან ბოროტ საქმეს აკეთებდნენ, კაცებს, ადამიანებს კლავდნენ, ცხოველებს ცუდად ექცეოდნენ, იპარავდნენ, მეძავეები იყვნენ, ქურდები იყვნენ, მიხვდით ხო, ჯიბგირები იყვნენ და ეს რომ თავი თვითონ მოვიდათ ეს კარმა, ეხა არ მოწონთ და უნდათ რომ ადვილად ანუ ნებისმიერ ადამიანზე გადააგდონ ეს მიხვდით ხო? ანუ ეს რისი მიმანიშნებელია სამყარო გეუნებათ რომ მე მაქვს რიტუალი სხვისი ავადმყოფობების და სხვისი იმების გაწმენდა, გადმოგდებულის, გაიწმინდეთ, მოძებნეთ არხზე. ნახეთ, უყურეთ რა, რომ ცოტაღა დარჩა და უკვე შეიძლება აქ სახლი შეიცვალოთ, შეიძლება ვინმე მჭიშკარი გამოცვალოთ, კარები გამოცვალოთ, აქ უკვე იცით თქვენ სად მიდიხართ. 40 დღე უნდა აი ამ ყველაფერს, ესე იგი თითოეულ რიტუალს ადის, ესე იგი სამიანში, ნახეთ უფალი როგორ გელაპარაკებათ, 3 დღის განმავლობაში ადის ჰაერში, მერე მიდის წინ, როგორც ეს კარაბლიკი მიცურავს და 40 დღე უნდა რას, ხო? საერთოდ ყველაფერს აბსოლუტურად რა. ადამიანი რო გარდაიცვლება 40 დღე ტყუილა არაა ნათქვამი, რომ ჰპოვოს სიმშვიდე თავისი ადგილი, ხო? ხო და სამყარო გეუნებათ, ნუ გეშინიათ, მე თქვენს გვერდზე ვარ, უпроსტოდ მაღლა ვარ, თქვენი სიბრძნე ისევ გამოიყენეთ, ან თუ ეს წართმეული გქონდათ, მოგივათ, აი ეს აზრები, ეს ბურუსი გაგეწმინდებათ, უკვე გეწმინდებათ ბევრს და ნახეთ როგორ უკვე მალე ამოირჩევთ, ვინცაც გინდათ, მაგრამ არ გამოგდით, აი ამ ხელისშემშლელი მაძუნგალა ხალხისგან, ტრებისგან და უკვე თქვენთვის ესე იგი მომზადებული აქვს მაღალძალებს რომ ხართ ძლიერი თქვენი ძალა რაცა გაქვთ ის გიბრუნდებათ ეს რომელიც მტერს არ მოწონს ნუ მტერი ყოველთვის აქტიურდება მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება და ის ნაგავი და სიბოროტე საიდანაც მოვიდა ეხა ამ გაშლიდანაც ეს პატარა რიტუალია უკან უბრუნდება ამინ და ხედავენ რომ თქვენ ყველა ადრე იცით როგორ ნუ გეუნებათ მაღალი ძალები რომ ყველა არ არსებობდა თქვენთვის კარები რომ არ შეგეღოთ და ეს კარები რომ დაგიკეტეს ხო გამოგიკეტეს ხო ეხლა ისევ გიბრუნდებათ თქვენი სიტუაცია მიხვდით ისევ გიბრუნდებათ თქვენი სიტუაცია გოგოებო ბიჭებო თქვენ შვილებს თქვენს ოჯახს და ასე შემდეგ ნუ გადასარევია მოდით ეხლა ვნახოთ აბა რა ესე იგი ესენი იყოს ესე გაიწმინდება და ნეგატივი წავა თქვენსკენ თქვენი კარგი მოვა ესე იყოს ხო ეხლა ვნახოთ მოდით სიტუაცია ფინანსები სამსახური შემოსავალი კარიერა ვნახოთ აბა ვნახოთ ხო ვნახოთ აბა ой უკუღმა ამოვიდა ეს არის ქალი ესე იგი თქვენ ხართ ადამიანი ბევრი თქვენგანი რომ ესე იგი თუ მამაკაცი ხართ მაინც ესეთი ქალის ენერგია გაქვთ მაგრამ თუ ქალი ხართ ძლიერი ენერგია გაქვთ მიხვდით ხო შორს მჭრეტელი ბევრი ფიქრი აი ეგრევე ადრე თუ ბევრს ფიქრობდით აი ამან მიხვდით რომ ან ვინმე გითხრათ რომ არ გინდათ ნუ ფიქრობ ამდენს ხო ან ჩემი რიტუალებით ჩემი გაშლებით ხო აი შეცვალეთ თქვენი სიტუაცია და ეხა როგორ იცით აი უკვე როგორც ადრე იცოდით აი ესე ჰოპ და ვიცი უკვე რა უნდა გავაკეთო ან ეს მინდა და კეთდებოდა ხო ბევრ თქვენგანზე რეზონირდება ესე იგი თქვენ თვითონვე აშენებდით თქვენ ცხოვრებას თქვენ თვითონვე როგორ გითხრათ ნუ ბევრი წვალებაც გამოიარეთ კი მაგრამ მაინც ეს მდგრადობა აი ეს ამ ყვავილი
მოდივით, ხო? ესე იგი კლევერი რა, ლილიასავით აი ეს მდგრადობა დაგრჩათ, უნდათ თქვენი, ხო ვთქვი, თქვენს ფინანსებზე, თქვენს ესე იგი სიმამაცეზე, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ შორს მხედველობაზე, რომ დაარიგებ ადამიანს, რომ აი შეიძლება ეკლესიაშიც მღვდელებს არ ეწყინოს, ვერ მოგცეთ ისეთი დარიგება, ესე იგი კარგი ჩაცმა, გემოვნება რო გაქვს ადამიანს ყველაფერს შემიხვდით, ხო? წელი მაგარი, ყელი მაგარი, ტვინი, თავი მაგარი, სიბრძნე, ნახეთ ეს გრძელი თმა და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი, ხო? ანუ ჩამოგაჭრეს მტრებმა ნახევარს ბევრს ჩამოგაჭრეს ეს ყველაფერი და სამსახური დაკარგეთ, ბევრმა შეიცვალეთ და იქ ადგილი არ გამოდგა ისეთი კარგი, აი პუსტაში წავიდა, მიხვდით, ხო, აი როგორც ეს ფოთლები ცვივა, უკან ქვემეხები, მაგრამ უკვე როგორ ახართ, იცით, აი მომზადებული ხართ, რომ არ გაჩერდეთ და უკვე აი ეს კრადნიკები, რაც მოგპარათ, ხო, მტრებმა და აი იმას უკვე თქვენ იბრუნებთ სამყაროს, აი ეს წერილი აქვს თქვენთვის, აი ეს წერილი, აი ამის გადმოცემა უნდა. ხო, ეხლა ვნახოთ აბა ფინანსები. ვახ, კიდე ამოყირავებული იყო ეს გავასწორე. არა და მე სწორედ. ოპა, ესე იგი, უყურეთ როგორ არის, მე სწორეს ვკითხულობ, მაგრამ ნახეთ რო თქვა, უკან ამოყირავებულია, ნახეთ პენტაკლების მეფე და ეშმაკი ამოყირავებულია, მიხვდით? ამოყირავებულია. ესე იგი, იმდენად ივაშკაცა მტერმა ეს თქვენ გამარჯვება რო გქონდათ ფინანსებზე, ესე იგი რომ გქონდათ კარგი შემოსავალი, ჯამრთელი, იცოდით რომ ან თქვენ შვილს, თქვენი ოჯახის წევრს რომ იცოდით რომ ესე იგი საიდან შემოდიოდა, როგორ რა ნაბიჯი უნდა გადაგედგათ და რატომ უნდა გადაგედგათ, კლიენტურასთან რომ უნდა შეხვედრილიყავით, ხო? ესე იგი ეს ყველაფერი აი ესე ამოვიდა კარტი და ამოგიყირავეს, ან თქვენი მამას ამოუყირავეს, ძმას და ასე შემდეგ, მიხვდით, ხო? მე ხამას გავასწორებ რომ აი ამ ფინანსებს დაიბრუნებთ ახლა თქვენ უკან, მამაკაცებო შემოვა ისევ თქვენთან დაიწყებს დენას, ნახეთ რამხელა აქ ნახეთ დააგროვებთ კიდეც, უყურეთ რაც გქონდათ დაგროვილი ეს ხო წაგართვეს გოგოებო ბიჭებო, ახლა თქვენ დააგროვებთ, მიხვდით, ხო? ისევ დაგროვება, ისევ თვითონ მოვა ფული და ამას მტერი გრძნობს, იმიტომ ამოვიდა ეშმაკი ამოყირავებული, მიხვდით, ხო? ეს რა არის ახლა ამოვაბრუნებ, ეს არის დადებული თქვენს ფინანსებზე, თქვენი ოჯახის წევრების ფინანსებზე, კრადნიკები, არხებია, ჩათხრებია გაკეთებული, ხა ეს მაგიური ენით გეუბნებით სუშნასწები, ლარვები, ინკუბები, სუკუბები, სექსუალური პრივაროტებიც არის გამოყენებული, მაგრამ არის ფინანსებზე, მიხვდით, ხო, ფინანსებზე და მე ახლა აი ამ ეშმაკსაც ამოვაყირავებ, იმიტომ რომ სანთელი გამოჩნდა, ხო, უკვე ახლა გამოჩნდება, კი, ამოვაყირავებ, იმიტომ რომ აი ესე გავწმინდავ და საიდანაც მოვიდეს უკან წავიდეს, ამინ. აი ესე გაიწმინდება აი ეს პრივაროტები, ესე იგი, მიხვდით ხო, როგორ ავხსენი, იდეალურად იქნება ყველაფერი, იდეალურად იქნება და მტერი როგორ ძნობს, რომ ესე იგი, ვერც ისე ვერ დაგიმონა, ვერც ესე ვერ დაგიმონა, ეს დამოკიდებულება რაღაცაზე, ვიღაცაზე, ეს სასიყვარულო დამოკიდებულება ძალით, პრივაროტები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მუშაობა იყო თქვენს ფინანსებზე, რომელიც თქვენ გქონდათ შემოსავალი, თქვენი დაგროვილია თუ ნაჩუქარია თუ აქ ჩანს რომ ესე იგი ნაცლიეცტვა აი როგორ არის რო დაგიტოვებენ რა და რო გეკუთნის აი ეს გაყოფა არ უნდათ, მიხვდით, ხო? და მაგრამ თქვენ ეს ფული აიღეთ, მაგრამ არ შეგერგოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად აი ესე ამოგიყირავეს ეშმაკიც კი ამოაყირავეს, მიხვდით, თქვენ აქ რეებია გაკეთებული ხალხნო, აქ საშინელი რაღაცებია გაკეთებული, ესე იგი რომელ წესებზეა ლაპარაკი და რომელ არაწესებზე, რაც კი რამე იყო, ყველაფერი გამოიყენეს, აბსოლუტურად გამოიყენეს რა. კარგით, ახლა ვნახოთ სამსახური მეორე ხაზი.
იცით რა არის? კი, აი ხო თქვი აქ აი ამ გაშლაზე ამოდის ხა როგორ გითხრათ გამარჯვება ეს ფულთან დაკავშირებული ის რო იყო ხო ვიღაცა ბრძენი ისეთი ადამიანი თქვენი წინაპარი გიდგათ უყურეთ რის თქმა უნდა სამყაროს რის რა აი უცებ მაღალძალებს რომ ეს არის თქვენი წინაპარი აქაც თქვი მე აი აქ ხო წინაპრები მადლობთ ჩვენ წინაპრებს მადლობა უთხრათ რომ ხარში გვიდგანან და გვიცავენ იქედან აი ამ ესე ამოყირავებული ეშმაკისგან მიხვდით ხო და ნუ შეგეშინდებათო მეო თქვენს გვერდით ვარო ჩვენი წინაპრები ამბობენ და გინათებთო ლამპარს რომ დაბადებიდან როგორც დაიბადეთ რომ თქვენ პოტენციალი გაგაჩნიათ რომ ფული გამოიმუშაოთ ხო ან თქვენს მამაკაცებს ხო ესე იგი აი ეს რაც წაგართვეს ხო იქ უყურეთ იქ სადაც სულები არიან და სადაც მაღალი ძალაა ხო იქ თვითონ ესენი იქ უკვე მიდის ლაპარაკი მიდის დასჯა იქაც იმიტომ რომ ეშმაკი ამოყირავებული მაგას ნიშნავს რომ თვითონ იქ თეთრი ძალები და შავი ძალები იქაც ომი აქვთ მინდა გითხრათ და ვინც ეს გააკეთა ხო თქვენი წინაპრებისგან ჩემი წინაპრებისგან თვითონვე თქვენი სისხლით ნათესავებიც კი დაისჯებიან არასისხლით ნათესავები მტრეები ცნობადი არაცნობილი დანახული არნახული და ასე შემდეგ მიხვდით ხო და გექნებათ გარღვევა აუცილებლად იმიტომ რომ რიცარ თასები ეს არის ახალი ამბები რასაც ელოდებით სწრაფად მოხდება აქაც უყურეთ ეს გამარჯვება სულ გამარჯვებებს რო აღწევდით და ფორტუნა გწყალობდათ ბედი გწყალობდათ რო წაგართვეს ხო ეს გიბრუნდებათ უკან ან შეიძლება ორი შვილი ყავთ არ გამოვრიცხავ მაგრამ ერთი ქერა იყოს ერთი მუქი არც ამას არ გამოვრიცხავ შეიძლება შვილიშვილები ყავთ ან ქმრის ძმები არიან ესეთი ან თქვენ სისხლნათესავებში იცით რატო იმიტომ რომ აქ წინაპრები ალაპარაკდნენ ნახეთ როგორ ნუ გეშინიათ ეს ახალი ამბავია ისევე წინაპრებიდან და გექნება სამსახურიც უკვე კლიენტურად თუ წაგართვეს კლიენტურაც გიბრუნდება და ძალიან ესე იგი თქვენი პიროვნება თქვენი მეორე ნახევარი შვილი ძმა და ასე შემდეგ ანუ უკვე ცხენი არის რა გადაადგილების საშუალება თან ჩქარი ხო ეს არის აი ამაზე კარგი ეს არის კარგი ამბავი სიახლეები გარღვევა მიხვდით ხო გარღვევა და ეს რა თქმა უნდა გამარჯვება ყველაფერში მახჩობე რო არ ვილაპარაკო თქვენ დაიხრჩვით ტრებო ამინ და უყურეთ ერთი წყევლა არ აქცდეთ რაც მე და ჩემს გამომწერებს კორექტულ გამომწერებს ეხებათ საიდანაც მოვიდა წყევლა იქ წავიდეს ამინ და უყურეთ ნუ თქვენი ოცნებები რო დაგტოვეს აი ესე გამოგაგდეს სამსახური და ნუ რატო ჯადო პორჩა ხო ან ოჯახიდან წავიდა ვიღაცა ესე იგი უყურეთ ჩვენ სამსახურზე კი ვლაპარაკობთ მაგრამ სამყარო რას გეუნებათ ესე იგი ოჯახიდან ისე რო გააკეთეს რო დაგაშორეს ერთმანეთს ხო იგივე ფულს ეხება იგივე ის მუშაობდა და შენ აღარ გაქვს იმისგან ფული მიხვდით ხო რომელიც სახში ზიხართ აი ეს გაცრუებული, იმედგაცრუებული, აუხდენელი, შოკირებული, ანუ ადამიანი რო განცვიფრებული დაგტოვეს, მიხვდით ხო? ეს უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ, არ ინერვიულოთ. აბა ვნახოთ ახლა კონკრეტული შემოსავალზე რას გვეტყვის? რა წერილია აბა სამყაროსგან აი ეს კარგი სასიხარულო ხო შემოსავალი და კარიერა ვნახოთ ახლა ხო პირდაპირ ვარსკვლავით დაიწყო შემოსავალი და კარიერა და ხო საერთოდ გამახარა მაღალმა ღმერთმა რა აი ესე გახარებული იყავით სულ ჩემო გოგოებო და ბიჭებო ჩემთვის ნებისმიერი წლოვანების ადამიანები ხართ ჩემი გოგოები და ბიჭები ვისაც მე უყვარვარ და ამ ხელა სიყვარულს ხედავ და ვგრძნობ და ვკითხულობ თქვენგან ნუ რა თქმა უნდა ჩემგან რო იღებთ ალბათ იმიტომ ხო აი ამიტომ არ უნდათ მე რო დაგეხმაროთ აი ამიტომ არ უნდათ მტრებს რომ მე გამოვიდე ხოლმე ძალიან ბევრჯერ მიშლიან ხოლმე ხელს მაგრამ მე მაინც ვახერხებ მე არ დავეცემი რას მე რო დავეცე ჩათვალეთ რომ
არ ხუმრობს სამყარო, ამას არ აპატიებს, ამას ძალიან ისედაც არ პატიობს და სერიოზული რაღაცა მოხდება და მე არ მაძლევენ ამის საშუალებას, როგორც თქვენ აი ასევე ჩვენი წინაპრების საშუალებით მიხვდით ხო? აი ეს ვისაც გაქვთ თამაშზე მიზიდულობა, რატომაც მითხრეს ახლა, უყურეთ, თამაშზე ვისაც გაქვთ, აი ეს ზუსტად ეს გავს ახლა გეტყვით. ეს წინაპარიც რო დაეცა ამაზე ახლა გეტყვით, აი რას მეუნებიან ფულზე, ნახეთ როგორ, ეს არის ჯეკპოტი, ეს არის დიდი თანხები, ქუში, აქ ხა მე განვიხილავ შემოსავალს და კარიერას. უყურეთ, აქ წინაპრები, მოთამაშეები იყვნენ, ესე იგი, გენეტიკა, სისხლი აქ ჩარეული და ისევ წინაპრები ხო, მარტო შავი წინაპრები ხო არ აყავს ბოროტი ადამიანს. კარგი თეთრი წინაპრები გეხმარებიან თქვენს ბიჭებს, ქმრებს, შეყვარებულებს, შვილებს, აქ გოგოც თამაშობს, მე გრძნობ, გოგოებიც, როგორი ესე იგი კაზინო და ასე შემდეგ და ცუდი დამოკიდებულება, მოსაწევი, სიგარეტი, დალევა და ასე შემდეგ მიხვდით ხო? ნუ აღვირახსნელობასაც განვიხილა, იმიტომ რომ ეს მოიხსნება ახლა აქ. და მტერს უკან გაუბრუნდება. ეს ჯადოთი როა და პრივაროტებით დადებული, ეს ახლა აი გაწმინდა უკვე, და უკან მიუბრუნდება მტერს წინაპრის დახმარებით და უყურეთ თქვენი წინაპარი და ჩემი შუაში ჩადგა ეს შაოსანი შავის საქმის მაკეთებლები ზემოდადნენ და ქვემოთ შემოსავალზე დახოდი კარიერა შემოსავალზე ხო და ფულზე ნახეთ ой საოცრება რა უყურეთ და ეს პენტაკლის მეფე ახალი კარგი ამბები და სიახლე და ახალი სიყვარულიც არის იცით აქ ესე სიყვარული გახარება იცით გრძნობები გქონდათ ბევრს აქ ჩაკეტილი, იმიტომ რომ აქ სადაც აი ამ ჯანმრთელობაზე, აი აქ რო ახსენე ამ ტაროზე ჯანმრთელობა მოგპარეს, ხო? ჯანმრთელობა აქ მოგპარეს, გენაცვალე მამაკაცსაც და ქალბატონსაც, აი ეს ხალისი, თქვენი ხუმრობა, შეიძლება ისეთი კარგი ხასიათის იყავით, რომ თქვენ თვითონაც გიკვირთ, რომ ვაიმე ეს როგორ გავიყინე, აი რატო გაიყინე, იმიტომ გაიყინე, რომ გაგყინეს ამ ჯადომადოებით მიხვდით ხო? აი ეს გიბრუნდებათ, მიხვდით და ასევე გიბრუნდებათ ფულის შოვნის სუნი, მარიფათი და ასე შემდეგ, მიხვდით ხო? და ნახეთ ხო? ეს არის სრული გარღვევა. ეს არ ნუ გეშინია სიმღერა არიდარდო ნუტირი ხარო, ნიპიჩალსე რუსულად. აი უყურეთ, ნუ გეშინიათ, კაცო, ერთი წავიდა და სხვა მოვა, მიხვდით ხო? სამყარო ჩანაცვლებას გიკეთებთ, კარიერა, სამსახური, თქვენ ლიდერად ხართ ბევრი დაბადებული, ასევე მე როგორც მე და აი ეს შური, აი ეს ღვარძლი, აი ეს მეზობლებიც აქეთ იქეთ ხო, ნათესავები, არანათესავები, თანამშრომლები ხო, გზაში, ქუჩაში ისე რამდენია ხო და უყურეთ როგორ არის თქვენ რომ ჩანხართ ხო, აი ამის ჩახშობა უნდათ, მაგრამ თვითონ გაუცრუდათ იმედი აქ, თვითონ მოუვათ ეს სიტუაციები, მიხვდით ხო? გზების გახსნა, გამოჯამრთელება, თქვენ და ეს თქვენი ფულის შემოსავლის გარღვევა, იმიტომ რომ ნახეთ, აქაც რამხელა ფულია, უყურეთ ხალხნო, პენტაკლის დედოფალი და პენტაკლის მეფე. შეიძლება წყვილშიც დაჯდეთ, ვინც წყვილში ხართ და აი ეს სიტუაცია გქონდათ, ნახეთ, ისევ იბრუნებთ, ისევ, ვისაც ვალები აქვს, არ გაძლევენ, წაგართვეს, გაგაკულაკეს თუ რას ამბობენ ხოლმე, ხო? დაგაბულანგი, მოიცა როგორ ეძახიან, ბულინგი, ხო? ბულინგი გაგიკეთეს, ეს ახალი სიტყვა ხო, მომერდეს. ხო. და უყურეთ, როგორ იბრუნებთ, არა მარტო თქვენ ოჯახში, თქვენ შვილებზე, თქვენ შვილიშვილებზე გადავა ეს მადლი, ამინ და აი ეს ამ წინაპარს ესე დავადებ და ეს იყოს აქ რომ გამოსწორდეს. შანსს აძლევს კიდევ მაღალი ძალები რომ ჭკუა ისწავლონ და თუ ვერა და რა არის საერთოდ უკვირთ ბევრი ეს თემას არ უხვევ, დაიწყო მეზობელმა ისევ დრაგონი რემონტი.
ეს თემას არ ვუხვე, ვიცით გოგოებო ბიჭებო, არის რომ აი მეუბნებიან ხოლმე ნინია ხომ წერენ ჩემი პირადი კლიენტი არ მიყვარს სიტყვა პაციენტები ხო რომ კურნავდა რიტუალებს უკეთებდა პირად რიტუალები იმაზე ტაროს გაშლაზე ხო რომ აი რას ქვია აი როგორ რატო უყვარს აი მტერი როგორ უნდა უყვარდეს ეს იცით რა არის ჩემო კარგებო უფალს ყველა უყვარს უბრალოდ ის ბუმერანგს იმიტომ უბრუნებს უკან რომ თვითონ შანსს აძლევს რომ გადაამუშაოს მიხვდით ხო გადაამუშაოს მაგრამ უკვე ამათი წინაპრები ხო მტრების წინაპრები უკვე აი ძალიან წკიპზე არიან რა რომ ეს ლამპარიც ჩაუქრებათ მიხვდით ხო თვითონ თავიანთი წინაპრები დასჯიან და უკვე მიდისა ეს სიტუაცია იმიტომ რომ აქ სადაც 40 ეს ტყუილა არ ამოვიდა და წინაპარი ხო ეს არის სერიოზული საქმე ხა მე ხო მესმის რას ვლაპარაკობ და მე აქ ვგრძნობ კიდეც რაც ხდება ეს გითხარით ჩემი თითოეული გაშლა რიტუალივითა პატარა რიტუალი ვით კი არა პატარა რიტუალია და უყურეთ ჩემო კარგებო რა საოცრება ნახეთ ესე იგი ეს ამოგდით რა ხო გითხარით შემოსავალი გაიზრდება და უკვე თქვენს გრძნობთ რომ წინ წახვედით, ბევრი თქვენგანი გრძნობთ რომ წინ წახვედით, გამოჯამრთელდება, თქვენ რომ გამოჯამრთელდებით, თქვენი ფინანსები, თქვენი შემოსავალი დახოდი ხო გაიზრდება, როგორც გეკუთვნოდათ ისე და თქვენი სილამაზე, თქვენი ანუ შეგამჩნევენ ისევ, თქვენი ხმა მოეწონებათ, თქვენი სხეული ისევ, თქვენი იმიჯი მოეწონებათ, თქვენი გაშლილი ტარო მოეწონებათ, მოდი ესე ვთქვა, თქვენი გაშლილი სუფრა მოეწონებათ, მიხვდით ხო? ან სამსახურში თანამშრომლებზე ყავას მე უბრალოდ რომ ადუღებ, ხო, აი ისიც ნებისმიერი მაგრამ ეს პატარა რაც ესე იგი თქვენ მოგპარეს და დაგიმალეს ისევ თქვენი მოგპარეს ჩუმად ხო ეს გამოაშკარავდება მე რა რო აქ ხალი ხატია იგივე ბიჭზე გადაათამაშეთ ესე იგი წინ წახვალთ და კარიერა რა თქმა უნდა 5-იანზე კი არა 10-იანზეა აქ ოი საოცრება მადლობა მოდით ახლა ყველას თავისი ადგილი დაუბრუნოთ ადგილი. ნუ აი საოცრებები ხდება რა, ჩემთან ყოველთვის საოცრებები ხდება. ხო, ეხლა მოდით ვნახოთ უსაყვარლესი Old Style Lenormand და აბა ვნახოთ. ეხლა ვნახოთ აბა ის თქვენი ცხოვრება ხო განვიხილეთ, ახლა ოჯახში თქვენი ახლობლები, ოჯახის წევრების, ესე იგი, ჯანმრთელობა და სიყვარული, რა თქმა უნდა, ვნახოთ. უყურეთ, რეები ხდება, უყურეთ. 33 და ნახეთ, ესე იგი 33 ვერცხლად ხო გაყიდა, უყურეთ რა თან ფინანსებზე დაჯდა, საბუთებზე დაჯდა, ფულზე, ფინანსებზე, საბუთებზე, ესე იგი რა, ხო, თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი, რაც გასაღებით იღება საერთოდ, რეალურად და არარეალურადაც, ანუ წარმოსახვის საშუალებით, ხო, მაგიური სიტუაციით. აი ეს ყველაფერი თქვენ გიბრუნდებათ. ნახოთ აბა თქვენი ოჯახში რა ხდება. ნახოთ ჯანმრთელობა და ნახოთ სიყვარული. და ეს ამას მე ესე დავდებ ბოლოს განვიხილავ. რატომაც ესე უნდა ხელს. მოკლედ ეს აგიხსენით ხო, რაც მოგპარეს კრადნიკები, ფული, ფინანსები, თქვენ სახლში, ოჯახში, ესე იგი, ანუ თვითონ ოჯახში რა, რომ შეწყდა მოგზაურობა, ფულადი შემოსავლები, გასავლები, რაღაცა სახლიდან მუშაობდა, შეწყდა, კლიენტურა შეწყდა, ესე იგი, გასაღებზე რაც ჩაგიკეტეს, ჯადოთი, მადოთი და ასე შემდეგ, ხო, ეს უკან უბრუნდება, გენაცვალე. აი აქვე ნინია მიუბრუნებს უკან მტრებს ამინ მე და თქვენ სიხარული ეხლა ნახოთ აბა ნახოთ რა ხდება
მეგობარი, იგივე 18 ცხრიანია. უყურეთ, მაგრამ 18 რიცხვიც დაიმახსოვრეთ. უყურეთ, როგორ მეგობარი, ესე იგი თქვენს ოჯახში რა ხდება? უიმე კლევერი, ნახეთ, დიდი ბედნიერება ბრუნდება ხალხნო, დიდი ბედნიერება გეწევათ. ისევ ეხა უყურეთ, არ მინდა, ბოლოს განახებთ. აქ გახსოვთ აი ამ დიდ ტაროზე, ამაზე რო გითხარით მე, ამაზე არა, ეს რო დავიწყე გაშლა, კალდუნი ამოდის მეთქი და ბურუსები იყო. იგივე ამაზეც ლენორმანმაც ნახეთ გაიმეორა, ესე იგი სამყარო გეუბნებათ, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება რა. ესე იგი ეს დაბინდვა მენტალზე, თქვენ თავზე, ტვინზე ვარჯიშობენ ხალხნო, მიხვდით, ეს იმიტომ რომ განმეორდა ტარო და ნახეთ, ისევ კალდუნი ამოვიდა, ხედავთ, ისევ გზების ჩაკეტვა ამოვიდა, ისევ ფინანსების ჩაკეტვა ამოვიდა, ისევ შავი მაგია დაჯდა. უყურეთ, მაგრამ ახლა უყურეთ რა ხდება თქვენს ოჯახში, ჩემო კარგებო, გამოჯამრთელება ურთიერთობის, გამოჯამრთელება სიტუაციის, მიხვდით ხო? ისევ ფინანსები, ისევ საბუთები, ისევ წყვილში დაჯდებით, დიდი სიყვარული, ჰარმონია, ვისთანაც ესე იგი ეს მაგიური ჩარევმარევა იყო ხო? ეს გამოსწორდება, ეს ბინდი მიდის და სად მიდის? კალდუნთან მიდის ისევ ხო? აბა საწავა ხო? მაგის ჯანში იყოს და გვერდებში, ამინ და მაგის შვილებთან და შვილიშვილებთან არ რაცდეს ცხრათაობა, ამინ. უფლის დახმარებით, გეყოფათ ხალხის გამწარება, თქვენ არა ადამიანებო, თქვენ ხო ხალხი არა ხართ. უყურეთ, ნახეთ, დიდი სიყვარული, დიდი დამეგობრება, სიყვარული შემოდის, შეიძლება რძალი შემოვიდეს, შეიძლება სიძე შემოვიდეს, შვილიშვილისგან შემოვიდეს, მიხვდით ხო? ეს მეგობრული ურთიერთობა, სიტუაცია, რაც თქვენ ესე გაგხლიჩეს და კლიტე საფლავზე წაიღეს, რომ აქ ამოდის ეშმაკი ამობრუნებული და წინაპრები გველაპარაკებიან, ხო? ესე იგი, ეს ყველაფერი ბრუნდება, ბედნიერება რაც მოპარული იყო, ეს უკვე დაბრუნებულია, ნუ გეშინიათ, ცოტა კი აქ დამჭკნარი ფოთლები, მაგრამ ამ ბედნიერებას უკვე ესე გააყვავდება, მე ვგრძნობ. ის სიყვარული, გოგოები თუ ხართ, თუ უყურებთ, ესე იგი, გარეთ რო გადიოდი და თუნდაც ქალბატონები რა, რომ ჩანხარ და თვალს ვერ წყვიტავენ, ხო? რო გრძნობ, რომ გიყურებენ, თუნდაც მამაკაცები, თუნდაც მანდილოსნები. ის გიბრუნდებათ ისევ, მიხვდით ხო? დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, ოჯახის შეკრა, მიხვდით, ისევ და ისევ იქნება, აუცილებლად იქნება. ამინ. მე როგორც თქვი, ასეც იქნება. ამინ. ჩემ სიტყვას ვერავინ ვერ გადაჭრის. ვერავინ. გასაღები კლიტე ენა, ამ გასაღებით ვკეტავ. ხო, ეხლა აბა ვნახოთ ჯამრთელობა თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ხო? ნახეთ ხალხნო, ჯამრთელობა მეთქი და ესე იგი უსასრულო ბედნიერება, უსასრულო როგორ იცით, ახალი წიგნი იწერება თქვენს ცხოვრებაზე, რამდენი წვალების მერე, ხო? როგორც ეს ვარსკვლავი აქ, ხო? ახალი წიგნი იწერება, ჩემო კარგებო. ჩერდება, უყურეთ, ეს ყველაფერი, ჩემო კარგებო, რვიანზე, უსასრულო ბედნიერება, უსასრულო, ვინცაც კი გამოჯამრთელება უნდოდა და შეიძლება საზღვარგარეთ დადიხართ ოპერაციებზე და იმაზე და ამაზე, ხო, ან დაკავთ თქვენიანი, ხო, ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ. ამინ. ეს ყველაფერი, ხო, ეს ხმლები მიდის და ესე იგი რვიანი ხმლები, ამ რვიანი სიახლეებით, ამ ფინანსებით, ამ ტყუილად რო არ გიწვალია ადამიანს, მიხვდით ხო? გამოჯამრთელება, ამ ლოცვებით, ამ ეკლესიაში სიარულით, ამ ზიარებით, მიხვდით ხო? ეს ყველაფერი, ჩერდება და გაჩერდება, всё. წინსვლა ძალიან დიდი წინსვლა ცხოვრებაში. თქვენ თვითონ რო განცვიფრებული იქნებით, ხალხნო, უყურეთ როგორ ლაპარაკობს, ესე იგი, აქაც ვარსკვლავი, უყურეთ ვარსკვლავი, მზედა ვარსკვლავი ერთად უყურეთ და ესეც ვარსკვლავი, ხო ხედავთ არა, როგორ საუბრობს მაღალი ძალები, არა? ესე იგი, 7-იანში გავდივართ, ჩემო კარგებო, კარგი საუბარი, გულითადი საუბარი მოგისმენენ, ფინანსები, რაც ესე იგი
და თქვენს ოჯახის წევრებზე აი ამ წეღანა რა ვთქვი ექიმებში იხარჯებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახალი თქვენი წინაპრები თქვენს გვერდში არიან არ ინერვიულოთ გამოჯამრთელება ფეხზე ადგომა და ეს ყველაფერი ეს ბურუსი დაიკეტება იმ კალდუნთან წავა იმ ადამიანთან მიდის ესე იგი ვინც ეს გამოუშვა გზების გახსნა იმუნიტეტი ძვლები სახსრები მენჯბარძაყი, ვენები, თიაქარი, გრიჟა, ამას მეუბნებიან თავში აი ეს ჯადოები, აი ეს ყველაფერი მიდის უკან. ამინ და თქვენი ოჯახის წევრებიც გამოჯამრთელდებიან. ძალიან კარგი და სიყვარული. აი მე ღმერთო ქორწილში დამპატიჟეთ რა. ესეთი რაღაცები ამოდის აქ რომ ეს ხო ვთქვი არა ბედნიერება მეთქი ან ის გათხოვდება ან შემოვა მეთქი სიძე. აი უყურეთ ეს ბედნიერება 1 2 3 უყურეთ როგორ საუბრობს. უყურეთ სიყვარული ახლა სხვა რა უნდა ვილაპარაკო ხო? რა უნდა ვილაპარაკო? პეჩატია ეს არის უკვე პეჩატი. აჰა უყურე 7-იანზე ესე იგი მაგიურზე 8-იანზე 33-დები და ასეთები და ასეთები ძალიან სერიოზულად ლაპარაკობს დღეს. უყურეთ სიყვარული. იცით რა არის გოგოებო ბიჭებო? 14 რიცხვში ვინ არის დაბადებული? 14 რიცხვში იცით რა არის? აქ იყო აი ზუსტად გაკეთებული ისევ მაგიური ციფრები ამოდის უყურეთ აქ ეს იგივე არის თქვენს იმაზე რა ქვია თქვენი ვითომ მეგობარი ეს არის გოგო ახალგაზრდა ქალი შეიძლება იყოს ვითომ ესე იგი კარგი მეგობარია და ხუთიან ხმლებში გაგიყვანათ მიხვდით ესე იგი დაგაშორათ ბევრი დაგაშორათ კი და დღესაც როგორ იცი თქვენ გემეგობრებათ ნუ ბევრს აღარ გემეგობრებათ მაგრამ არის რეზონირდება რომ ესე იგი თქვენი გზები სპეციალურად მაგიური ძაიმეებით შეაჩერა გააჩერა და აი ეს გაჩერება ხო აი ეს გაჩერება ეხლა სამყაროს დახმარებით აქ წავა და ეს გზები ეხლა რო ცუდისკენ გაიყო ეხლა როგორ იყოფა იცი ანუ ცუდი გზა ცუდი გზისკენ დარჩება და კარგი გზა აქეთ ამ გზაჯვარედინს და გზის გასაყარს საერთოდ ორი აზრი აქვს მე მარტო ცუდს არ ნიშნავს ეს მიხვდით ხო უკვე გამოჯამრთელება ყვავილები ამოდის მიხვდით ხო აი ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენ უკვე აი სუფთა ბილიკებზე გაივლით. კი, ნამდვილად. ქალბატონებო, აქ რძალი შემოგივათ, აქ და ვინც ესე იგი ეს გააკეთა ძალიან მალე 14-ს იმიტომ მეუბნება, ძალიან მალე ესე იგი რიცხვიც დაიმახსოვრეთ, გამოიჩენს თავს ალბათ ორ კვირაში. ძალიან მალე გამოიჩენს თავს და ამ ორ კვირაში აი ეს ყველაფერი მე რაც აქ ვილაპარაკე, ეს ყველაფერი ასრულებაში შევა. ამინ. ნუ სიყვარული თქვენ ზოგს ბევრს არ გინდათ. აქაც მეუბნებიან რომ ლამაზი ხართ სექსუალური მიმზიდველი რა. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, არა აქვს მნიშვნელობა, მიხვდით ხო? 50 წლამდე თუ 50-ს გადაცილებული, არა აქვს მნიშვნელობა. აი ამ ყველაფერში ხო? აი თქვენი ეს სისხარტე, მოქნილობა, აი ეს ყველაფერი ხო? მოწონს აი მამაკაცებსაც და ქალბატონებს მამაკაცები მიხვდით ხო? და აი ეს ახლა უკვე გზა გაქვთ თქვენ არჩევით, ასარჩევი, ვისაც გინდათ და ზოგი სპეციალურად ხართ ჯერ გაჩერებული, რომ ჯერ რაღაცა სიტუაციას ელოდებით, მიხვდით და მაგრამ მერე უკვე იცით თქვენ, როდის შექმნათ ოჯახი, მიხვდით რას ამბობს სამყარო? აი ესე მეუბნება და ღმერთო ჩემო, აქაც 8-იანი, ნუ რა ვილაპარაკო, კარგი უნდა ვილაპარაკო, აჰა, ეს ახალგაზრდა გოგომ გააკეთა, რო იცოდეთ აქ ახალგაზრდა გოგო ჩაერია თქვენს მარტოობაში, მარტო რო ყოფილიყავით, გაუთხოვარი, უბედო და ასე შემდეგ და ეხლა ნაქვს მე რიტუალი ბედის გახსნა და აუცილებლად უყურეთ და გზების გახსნასაც მგონი ბედის გახსნა 2 მაქვს. ნახეთ უყურეთ, აი ეს დაიხმარეთ, ნახეთ აქეთ მოდის და აუცილებლად ასრულდება მესამე 8-იანი ჩემო ნახეთ, თქვენი ბუდე გექნებათ, ნუ გეშინიათ გოგოებო
აუცილებლად ბედნიერება გეწევათ. ეს არის თქვენი უკვე აქ მოიხსნა ეს ყველაფერი ცუდი, ვისაც საზღვარგარეთ გინდა წასვლა, წახვალთ, ვისაც ესე იგი არ გამოგდიოდათ მართლა ფრენები გაგეხსნებათ, ვინც ვიზებს ვერ აკეთებდით, აუცილებლად გააკეთებთ და აუცილებლად დაედება თქვენ ცხოვრებაში კარგი პეჩატი თეთრი მაგიური ნინიასგან და მაღალი ძალებისგან. ნახეთ. ამინ რა. ეს სიყვარულსაც ნიშნავს, ჰაერიდან კარგი ინფორმაციები, ჰაერი ზემოთ გაგეწმინდებათ, ფეხებს ქვეშ მიწა შეიწოვს ნეგატივს და აი ეს გზაჯვარედინზე ისევ აი ესენი, ვინც ესე იგი აქ თქვენ აი ეს დებოში მოგიწყოთ, ხო, დებოში მოგიწყოთ, ნახეთ როგორ არ უნდა რომ წამოვიდეს და მე ამას ახლა მესამეს იცით რას გაჩვენებთ ერთი წუთით, აი რო გითხარით განმეორდა მეთქი, უყურეთ, ნახეთ, აი ეს ორი, აი ნახეთ, ბურუსები, კალდუნები განმეორდა. აი ეს ყველაფერი, ხო? და ერთიც უნდა მივამატო, იმიტომ რომ ესე უნდა რეზონირდეს, აი ეს უნდა მივამატო, უყურეთ, აი ეს. ნახეთ, სხვადასხვა მიდან ტაროდან. უყურეთ, აი ეს ყველაფერი, რაც ჩემზე და თქვენზე თუნდაც ეხლაც რომ იმდინარეობდეს, ხო, წყევლები და ასე შემდეგ, პატკლადები და ასე, უკან ვუბრუნებ ჩემი ძალებით, ჩემი წინაპრების დახმარებით, ვინც მე ძალები მომცა, სამყაროს დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, არხანგელების დახმარებით და ვთხოვ მაღალ ძალებს ჩემი ნინიასი და ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერებისთვის, ხო, მოძებნონ აი ეს მტრები, ფარული მტრები ვინც არიან და დასაჯონ ძალიან სასტიკად და სამართლიანად, სამუდამოდ. ამინ. მოკლედ ჩემო კარგებო, დამელოდეთ ეს ახლა უნდა ავიღო, ეს იგივე ამინს ნიშნავს გოგოებო ბიჭებო. ნახეთ რა კარგი გასაღებია, გასაღები და კლიტ. აი ეს ერთად დაჭდა ხა რო ავიღე, აი. ძალიან იდეალური გამოვიდა, მგონი დამეთანხმებით, რას დავარქმევ მოვიფიქრებ, მაგრამ იცით რა არის, ბევრგან არის რომ აი ვერ ვატევ ხოლმე, ისე მოკლედ მინდა რომ სათაური დავარქვა და ამიტომ გეუნებით ხოლმე შედით, იქნება შიგნით მერე რა ხდება ხალხნო, სასწაულები ხდება ხოლმე, ხო ხდებით არა? იმიტომ რომ მე შეიძლება მოკლედ დავაწერო რა ქვია სათაური, გინდ რიტუალზე, მაგრამ აბა იქ ხდება თუ ხდება, მიხვდით ხო? აბა იქ ხდება თუ ხდება, ესე ბედნიერება და აი ესეთი ყველაფერი კარგი სიტუაციები, ნახეთ. კარგი სიტუაციები, ჩემო კარგებო, მოკლედ თქვენთან იყო ნინია, არ გემშვიდობებით, მეც ძალიან მიყვარხართ და მომავალ შეხვედრამდე.